აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში პროექტი ჯადოსნური დღეები ხორციელდება. დევნილი მოზარდებისთვის გამართულ მორიგ ღონისძიებას რუსთავმა უმასპინძლა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო ღონისძიებას, დევნილ ბავშვებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. პროექტში ამ ეტაპამდე 3000-ზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვი ჩაერთო. აქტივობები 22 ნოემბერს დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით 10 ლოკაციაზე განხორციელდება. Ასასრულს უახლოვდება გასართობი ღონისძიებები ჩვენი დევნილი ბავშვებისთვის, რომელიც საქართველოს სრული მასშტაბით გაიმართა 10 ლოკაციაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. ჩვენს დევნილ ბავშვებს მივეცით საშუალება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებებით, გართობით, წინა საახალწლო გარემო და განწყობა შეგვექმნა. რუსთავში კომპაქტურად ჩასახლებულ ტერიტორიაზე არის ღონისძიება ძალიან საინტერესო ბავშვებისთვის. ჩვენ აფხაზეთის მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ის პირები, რომლებიც ჩვენ ქალაქში ცხოვრობენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი კეთილდღეობა. მე ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება, იყო ძალიან საინტერესო, ძალიან გავერთეთ. მინდა რომ ხშირად ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები.